დილის პალიტრის საახალწლო ეთერი საინტერესო სტუმრებით და ბრჭყვიალა თანაწამყვანებით. მოდი გოგოებო, მე ახლა ჩემს თავზე ავიღე, იმიტომ რომ ჩემი და სანდროს დილის მისალმება დიალოგებზე ჩვენს ქვეყანაში ხმები დადის. ელოდებიან ხოლმე. ამიტომ სანდრო, მე მოგესალმები ახლა ახლოდან უკვე და არა ესე შორი. სანდრო, აბა კომპლიმენტები დაგვაყარე. მინდა რომ აღვნიშნო პირველ რიგში და გითხრათ თითოეულ თქვენგანს რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით და შესაბამისად აი ნამდვილად ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებელიც რომელიც ახლა პალიტრა ნიუსს უყურებს დარწმუნებული ვარ რომ აი ესეთი სილამაზის, ასეთი გულწრფელობის და აი ესეთი პროფესიონალიზმის შემხედვარი დარწმუნებული ვარ რომ 2026 ძალიან მაგარ ფეხზე დაიწყებს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება. ამიტომაც თქვენ გაგიმარჯოთ. კიდევ ერთხელ მადლობა სანდრო და რადგან ახალი წელი დგება და რამდენიმე საათში უკვე 2026 წელი შემოაბიჯებს. ჩვენ დღევანდელის გადაცემაც ესეთი არაფორმალური, უფრო მხიარული და უფრო ხალისიანია. სანდროს ძალიან კარგად იცნობს პალიტრა ნიუსის და არა მარტო პალიტრა ნიუსის მაყურებელი, თუმცა გიცნობთ აი ესეთი იმიჯით, როგორც ეკონომიკის, ესე ვთქვათ, დიდი მცოდნე და გურუ, როგორც დილით მონეტიზაციის წამყვანი, მუდმივად ისეთი პიჯაკით, ჰალსტუხით და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს დარწმუნებული ვარ და ჩემთანაც ბევრს უთქვამს, აინტერესებთ, როგორია სანდრო კაცმეკითხებია. როდესაც კამერა ითიშება, როდესაც სტუდიაში შუქი ქრება და სანდრო იხსნის ამ თავის ჰალსტუხს, რა ხდება შემდეგ? თუ იქაც იგივე. სტუდენტობიდან მოყოლებული. ფაქტო საზოგადოება საინტერესოა. სხვათა შორის ამდა იცი რა ზუსტად ეგეთი ვარ როგორც ეთერში. არაფერი განსხვავებული, მართლა ოღონდ ანუ ბევრს გონია ხოლმე რომ რაღაცა ეს სპეციალურად შექმნილი იმიჯი არის, სპეციალურად ბიზნეს გადაცემისთვის. იმიტომ რომ სხვათა შორის აი როდესაც წლების წინ დავიწყეთ ბიზნეს ფორმატებზე მუშაობა და მადლობა ღმერთს რაღაცნაირად თავს თვლი ერთ-ერთ პიონერად ალბათ ამ ქვეყანაში, რომელმაც ზოგადად ბიზნეს ფორმატები დაიწყო სატელევიზიო მიმართულებით და მაშინ ვაკეთებდით ძალიან ბევრი საინტერესო ფორმატის მოდელირებას. ზირთად დასავლურ პროტოტიპებზე იყო აქცენტი გაკეთებული, საუბარი მაქვს ამერიკულ და ბრიტანულ მოდელებზე. და აი როდესაც ამ ყველაფერს უყურებდი, სტუდენტობიდან მოყოლებული, ეხლა შენ გახსოვს ეგ პერიოდი ძალიან კარგად. რატომაც აი თავიდანვე სტუდენტობიდან მოყოლებული შევიჭერი ამ პროტოკოლში, რასაც ქვია ბიზნეს გადაცემის წამყვანი, ბიზნეს გადაცემის ჰოსტი, ეგრეთ წოდებული და შესაბამისად მისი პროტოკოლი, დრეს-კოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაილინგა მე ჩემ პიროვნულ თვისებებთანაც, იმიტომ რომ მაღლა ეგეთი ვარ ეხლა. დილით, როდესაც სანდრო ყავს ხოლმე ეთერში, კომპლიმენტებით, ვიცავთ ხოლმე დილით. არა მარტო ეთერში, როგორც კი შემოდგავ, ფეხს და ლიფტთან ხვდება სანდრო, განწყობა, ისი რომ გეკრება. ეს ენერგეტიკა ნამდვილად ისე გადამდებია ხოლმე. და მე თქვენ მაყურებელს კარგ ენერგიას გაუგზავნით, მანამდე სანდრო გჭირდებათ ხოლმე. განწყობა შეიძლება ის რომ გამოფხიზოთ ერთი სანდრო ყველა ტელევიზიაში სჭირდება. მე მაინტერესებს რადგან ეს საახალწლო თემებზე ვსაუბრობთ, მაინც შენ რა გიქმნის აი ესეთ საახალწლო განწყობას, რომელი მუსიკა, შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ფილმი, არაფორმალურ მოკლედ მხარეზეც რომ გადავიდეთ და ვისაუბროთ. როგორც პიბულსი და გოზინავს ხომ არა ეთერს ეგრეს მაინტერესებს. განწყობას ასე რომ რა გიქმნის შენ. მოდი მაშინ ამ ყველაფერს მადლობა და ამ ყველაფერს სადღიგრძელოთ იგეთქვით თუ შეიძლება. თან მithumetes ამ ფორმატს უხდება სადღიგრძელოები და შესაბამისად მინდა რომ რაღაცნაირად აი 2026 წელი დავიწყოთ ტრადიციულად ქართულად და რა თქმა უნდა კეთილი სურვილებით და გულწრფელი სურვილებით. პროგნოზები როგორი გვაქვს 2026 წელს ეკონომიკურ ჭრილში დამაიმედებელი ჩვენი მაყურებლისთვის თუ არც ისე? ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის და მოდი შევინებართვით ორ პრიზმაში გავუყობ ამ საუბარს. პირველი ვიტყვი თვითონ იმ ოჯახისთვის, სადაც ახლა ვართ, ანუ პალიტრა ნიუსზე მაქვს საუბარი, რომელიც სხვათა შორის მე ძალიან მახარებს ის მოცემულობა, რომ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ბიზნესისთვის ერთ-ერთ თავარ მიზიდულობის წერტილად და მიზიდულობის პლატფორმად. ამან განაპირობა ის ყველაფერი, რომ მათ შორის თუნდაც იგივე შინაარსობრივი ნაწილი, თუნდაც იგივე კომერციული შემოსავლები, მადლობა ღმერთს, რომ იზრდება წლიდან წლამდე და მე მინდა ვისურვო და უსურვო პალიტრა ჰოლდინგის მთლიანად თითოეულ თანამშრომელს, რომ 2026-ში ეს ტრენდი შევინარჩუნოთ ერთად, იმიტომ რომ არ იყო ცუდი წელი ნამდვილად ამ კუთხით 2025. რაც შეეხება 2026 წელს,
მე უკვე ქვეყნის პრიზმაშიც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ პალიტრა ჰოლდინგი იქნება ეს თუ ნებისმიერი მსხვილი ჰოლდინგი თუ ნებისმიერი მსხვილი ქართული კომპანია, ან წვრილი ქართული კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს კალიბრს და კონდიციებს. თავარი მიზანი ალბათ მაინც არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწორი ნაბიჯებით, კიდევ ერთხელ, გამართული ნაბიჯებით შევინარჩუნოთ ეკონომიკური რეზისტენტულობა. ეკონომიკურის და ყოველთვის ესე ვთქვათ სადაო საკითხი არის, ხო? ეხლა ზოგისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა კარგია, ზოგისთვის 11%-იანია კარგი, ზოგისთვის 5%-იანი ინფლაციაა კარგი და ზოგისთვის 6%-იანი ინფლაციაა ცუდი, ხო? ანუ ციფრების ჯონგლირებას არ დავიწყებ. მე ერთადერთი ვისურვებ იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის დანარჩენი ყველაფერი სტატისტიკაა. ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ეს წელი ყოფილიყოს, მომავალი წელი ყოფილიყოს ეკონომიკური დოვლათის და ყველა იმ სურვილების შესრულების წელი, რომელიც მათ აქვთ რეალურად ჩაფიქრებული. მე ასევე მინდა რომ თქვენ ოჯახებს პირადად თქვენ გისურვოთ ეკონომიკური დოვლათი, წარმატებული ციფრები და ყველაფერი საუკეთესო 2026-ში და ერთმანეთ რომ, რა ვიცი, თუ გვეყარება ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ ყველაფერი მოვა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წელი სანდრო ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა. ჩვენს გარეშე. და მადლობა სანდრო მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად განწყობას გვიქმნით. მადლობა თქვენ. გოგონებს და გვიმაღლებთ ვიჩეფასებას ყოველდღიურად. გილოცავთ კიდევ ერთხელ სანდრო და გულოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. მადლობა.